სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა ქრისტე აღსდგა მე მგონია რომ თუ ადამიანი არ ეშვება სულიერ ცხოვრებას, ესე ვთქვათ, მიუხედავად სირთულეებისა, ჩავარდნებისა, მრავალი გამოცდისა, რომელიც ახლავს ქრისტიანულ ცხოვრებასთან. ზოგადად ადამიანის ცხოვრება სულ მუდმივი გამოცდაა, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება დამატებით გამოცდების წინაშე გვაყენებს, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა, ჩვენი სოფხედველობა, რომელიც ჩვენმა სარწმუნოებამ გვიბოძა, ჩვენი სოფხედველობა, ჩვენი ხედვა, სამყაროსი გამოიცდება მრავალგზის, რამდენად მყარია ეს და რამდენად არის გამტკიცებული იგი გამოცდილებით და ცხოვრების წესით. და მე ვფიქრობ, რომ მრავალ ჩვენთაგანს აქვს ეს საკუთარ თავზე განცდილი, თუ როგორ არ არის საკმარისი ის გარეგანი რიტუალური მხარე ეკლესიისა, რომელიც თავისთავად კეთილმოწესეობაა და თავისთავად წმინდაა და თავისთავად კარგია და ტრადიციულ მრავალი საუკუნე გამოუვლია, ჭეშმარიტად ქრისტიანული ტრადიციაა და მრავალი ძვირფასი გამოცდილების შემნახავია, ტრადიცია ინახავს ამ ჩვენ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ წინაპრებში გულისხმობ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველა ქრისტიანს, რომელიც დაუგროვებია ჩვენ წინაპრებს. ეს გარეგანი ფორმები ამ ყველაფერს ინახავს, თუმცა საჭიროა რომ ამ გარეგანი ფორმების გახსნა და შიგნით ჩახედვა. ეს ესეთგვარი ლამაზი ზარდახშაა ეს გარეგანი ფორმები, რომელიც წარმოშვა თავისთავად არსმა აი ამ სულიერი ცხოვრებისა შეიფუთა ეს ლამაზად, ბუნებრივად მოხდა ეს და ჩვენამდე ესე შეფუთული მოვიდა, საუკუნეები გამოიარა, ძალიან ბევრ შემთხვევაში გადაარჩინა ამან თქვათ ეკლესიური ცხოვრება იგივე 70 წლის განმავლობაში, ძირითადად სწორედ ამ გარეგანმა ფორმება გადაარჩინა მართლმადიდებლობა თქვათ იგივე საქართველოში, მაგრამ როდესაც ადამიანს ეძლევა ეკლესიას კეთილი პირობები ექნება სამყაროში განვითარებისა და მშვიდობიანი ცხოვრებისა, მაშინ მან ეს ზარდახშა უნდა გახსნას და ის არსი დაინახოს, რომელმაც თავის დროზე ეს ლამაზი ფორმები წარმოშვა. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი ძალიან კონსერვატორია და კონსერვატულობა ერთის მხრივ ის კარგია, იმიტომ რომ იგი ტრადიციას ინახავს და საბოლოო ჯამში ტრადიციის ყველაზე უმაღლესი ღირებულება ის არის, რომ ადამიანის შვილები ვარ და ის ადამა რაც გამოიტანა 64-დან ცუდის გარდა კარგიც ხომ გამოიტანა, ცუდი ის რომ დაეცა, მაგრამ კარგი ის რომ მას ხსოვნა ქონდა მარადიული სიცოცხლისა, ეს გამოცდილება გამოიტანა გადასცა თავის შვილებს და ჩვენც მისი შვილები ვარ და ყველა ადამიანში ეს მეტნაკლებად არსებობს. მაგრამ არის ცუდი კონსერვატიზმი, როდესაც როგორც უფალი უპირისპირებს დამბილ სჯულს და იქ თქვათ გარკვეულ ერის და სჯულის მოძღვართა რაღაც უახლოეს ტრადიციებს, ასევე არსებობს ესეთი უახლოესი ტრადიციები და ეს უახლოესი ტრადიცია ხანდახან მრავალ საუკუნესაც ითვლის. ისე როგორც მაგალითად ლიტურგიული მსახურების ორ ნაწილად გაყოფა რომ მოხდა ის ნაწილი, რომელიც თქვათ ესმის მრევლს და ის ნაწილი, რომელიც მრევლს არ ესმის, საიდუმლო ლოცვების სახით და სინამ თითქოს ეს საიდუმლო ლოცვები ნიშნავდეს დამალულს მრევლისაგან, როგორ შეიძლება რაიმე დამალული იყოს მრევლისაგან მას შემდეგ, რაც ადამიანად მოვიდა ღმერთი და ყოვლა წმინდა სამების საიდუმლოება განგვიცხადა და სახარებაში ისიც კი რამდენიმე ადგილას მოცემული, თქვათ თუ როგორი დიალოგი აქვს ყოვლადწმინდა სამების წევრებს ერთმანეთში და როგორ შეიძლება
ამის მერე რაიმე ეზოთერიკა, თქვა დაფარული მოძღვრება არსებობდეს ქრისტიანობაში. ქრისტიანობა სწორედ განკაცების შემდგომ და ეს არის ქრისტიანობა სწორედ იგი სწორედ ამ ეზოთერულ მოძღვრებებს ებრძვის. არსობრივად მიუღებელია ქრისტიანობისათვის დაფარული ეზოთერული მოძღვრება, რომ თითქოს განდობილებისათვის რაღაც ინფორმაცია და ადამიანებისათვის, რომლებიც უბირნე არის ამ ყველაფერში, მათთვის ეს ცნობილი არ უნდა იყოს. ეს დამოკიდებულება იყო წარმართულ კულტებში, ეს დამოკიდებულება იყო ნახევრად წარმართულ კულტებში, რომლებიც ქრისტიანობასთან ცდილობდნენ თანამშრომლობას, ეგრეთ წოდებულ გნოსტიკურ სექტებში, რომელიც პირველ საუკუნეებში არსებობდა, იგივე მეორე საუკუნეში ძალიან ბევრი იყო და სამწუხაროდ აი ეს სული არის ის, რასაც დღეს ვხედავთ ხოლმე, რომ თითქოს საიდუმლო ლოცვები არის საიდუმლოება დაფარული ერისკაცთათვის. და აქედან გამომდინარე კიდევ სხვა მრავალი ცუდი ნაყოფი, რომ სამღვდელოება ეს არის ერთგვარი კასტა, ხელშეუხებელი, რომ სამღვდელოება, რასაც იტყვის, ეს არის კანონი და არ შეიძლება იქ იყოს შეცდომა და ეს იწვევს კიდე ახალ უბედურებას, როცა მრევლს ეკარგება კრიტიკული ანალიზის და ხედვის უნარი და ვერ ითავისებს, რომ ეკლესია მისი ისევეა, როგორც თქვა სამღვდელოების. და მრავალი სხვა კიდე სიმახინჯეები, რომელიც აქედან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს. საიდუმლო ლოცვები არის არა ამას ლოცვებს საიდუმლოება ქვია არა იმიტომ, რომ დაფარული, არამედ იმიტომ, რომ ეს ლოცვები არის უძირითადესი სავედრებელი წინაშე ღვთისა, რომლის დროსაც აღესრულება უდიდესი საიდუმლოება, ევქარისტიული მსახურება, საიდუმლო სერობის გაგრძელება და ზიარება და კავშირი განკაცებულ ღმერთთან და ამით ყოვლადწმინდა სამებასთან. ეს არის მიზეზი, რომ მას საიდუმლოება ქვია, როგორც ათლობას თქვათ და ქორწინებას და ასე შემდეგ საიდუმლოება ქვია. სწორედ ეს არის და სხვა არაფერი. და აი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სულიერად ვიცხოვროთ და ვცდილობთ, რომ ჭეშმარიტად იყოს ეს გახსნილობა, თქვათ, ჩვენში და ჭეშმარიტად ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება იყოს ეკლესიაში და ეს არსი წარმოჩინდეს და არ იყოს დაფარული, ძალიან ხშირად როგორც გითხარით, ეს ცუდი კონსერვატიზმი ებრძვის ამას და არ უფიქრდებიან თუ საიდან წამოვიდათ იგივე საიდუმლო ლოცვების ჩუმად კითხვა რა იყო ამის ობიექტური მიზეზები სინამდვილეში, რომ არანაირი კავშირი ამას ქრისტიანობასთან არ აქვს. მე ერთხელ ესე რომ ვთქვი, ერთ-ერთი ბერი გამიბრაზდა მახსოვს, ჩემამდე მოვიდა, რომ ესე იგი რატო ამბობს ესეო და ვამბობ ესე, იმიტომ რომ მაშინ ისტორიკოსებმა დაადასტურონ, ეკლესიის ისტორია არსებობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, კიდევ ვიმეორებ, გარკვეული რეალობებით განპირობებული, სადაც ქრისტიანული თვალსაზრისით ობიექტური მიზეზი არ არის და ასევე კიდე მეორე უცნაური რამ, როცა თქვა ებრძვიან შინაგან სულიერ ცხოვრებას, შინაგან ლოცვას, რომელიც გონიერ ლოცვას, რომელიც სწორედ იესოს ლოცვით ისწავლება, იმიტომ რომ იესოს ლოცვა პრაქტიკაში გამოცდილია ყველაზე კარგი შესაძლებლობას იძლევა იესოს ხუთსიტყვიანი ლოცვა, რომ ადამიანმა გონიერ ლოცვა ისწავლოს. გონიერ ლოცვა ნიშნავს, როდესაც ადამიანის გონება ეს არის შემეცნების ორგანო, ოღონ არა მატერიალური სამყაროსი, ისე როგორც განჯის უნარი, არამედ ეს არის შემეცნების ორგანო, რომელიც შეიმეცნებს, რომელსაც შეუძლია შეიმეცნოს ღვთაებრივი ღმერთი მის საღვთო ენერგიებში და საჭიროა რომ ჩვენი გონება მოწყდეს განჯის უნარს, ეს შეერთება მოხდა ცოდვით დაცემის მერე, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან და დაუბრუნდეს თავის წიაღს, ადამიანის სულიერ ცენტრს, რომელიც დაახლოებით არის ანატომიური გულის ზედა ნაწილში და მთელი ეს სიხასტური პრაქტიკა სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ გონებით ჩაღმავდეს ადამიანი საკუთარ თავში და აქედან გამომდინარე შეხვდეს იქ ღმერთს, როგორც ამას უფალი ამბობს, სასუფეველი ეძებეთო, სწორედ ანუ ღვთის სამეფო ეძებეთ თქვენს გულში. და მრავალი ადგილი კიდე წმინდა წერილისა, რომელიც ამას მიანიშნებს. თავისთავად ქრისტიანობა ეს არის და სხვანაირი ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს და ხდება სწორედ ამასთან დაპირისპირებას და ამასთან ბრძოლაც და მათ შორის ბრძოლა იგივე იესოს ლოცვასთან, რომელიც თავისთავად
გონიერი ლოცვა სულაც არ ნიშნავს. იესოს ლოცვა ეს არის უბრალოდ ხუთსიტყვიანი მოკლე ლოცვა, რომლის მაგალითები ძალიან ბევრია წმინდა წერილში, როცა უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩემი სახელით რაც გინდა ითხოვეთ და მე ვყო, ეს არის პირდაპირ უფლებაც და დავალება, უფლებაც მოცემული განკაცებული ღმერთის მიერ და დავალებაც, რომ მისი სახელით ვითხოვოთ. ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიში, რომ მისი სახელით ცხოვრობდეთ, მისი სახელით ვევედრებოდეთ, მისი სახელით ვმოქმედებდეთ და როდესაც მოციქულებს ეუნებიან სინედრიონის წევრები, რომ მისი სახელით ლაპარაკს და სწავლებას თავი დაანებეთ, ისინი ეუნებიან, მოციქულები ეუნებიან მათ, რომ აბა რომელი უფრო სწორია, ღმერთს დაუჯერო თუ თქვენ. და აი ეს სიტყვები დღესაც აი ესე წითელ ზოლად გასდებს სამწუხაროდ ჩვენ საეკლესიო ხანდახან სამწუხაროდ სამონაზნო პრაქტიკასაც, როცა თქვათ ამბობენ რომ არა ეს ლოცვა არ შეიძლება. არიციან რომ ეს ლოცვა ჩვეულებრივი ლოცვა არაფრით არ განსხვავდება სხვა ლოცვისაგან, უბრალოდ აი ესეთი სიტყვათა წყობა და თავისი არსით უფალო იესო ქრისტე ეს არის მოძღვრება ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ხოლო შემიწყალე მე ეს არის მთელი ასკეტური მოძღვრება კონცენტრირებული ამ სიტყვაში. გონიერი ლოცვა კიდე სხვა რამეა, რომლის დროსაც ეს ხუთსიტყვიანი ლოცვა არის ყველაზე პრაქტიკულად, ყველაზე გამოსაყენებადი, თუმცა გონიერი ლოცვა არ ნიშნავს მარტო იესოს ლოცვით ლოცვას, არამედ იგი ყველა ლოცვას უნდა მიესადაგებოდეს და როცა ადამიანი მეტნაკლებად ცდილობს გონიერი ლოცვის სწავლას, მე უკვე მისთვის ყველა ლოცვა უნდა იყოს გონიერი ლოცვა, უნდა ცდილობდეს ამას და თუ არ არის გონიერი ლოცვა, ქრისტიანული ასკეზა მას ლოცვასაც არ უწოდებს, მას უწოდებს ესე გალობას და წმინდა მამათა ნაწერებში, თქვენ ხშირად ასკეთ მამათა ნაწერებში ხშირად წააწყდებით ასეთ ნათქვამს, რომ თუ ლოცვით დაიღლებით, იგალობეთ და თუ დაისვენებთ გალობაში, მე ისე ვილოცებთ. ზოგს გალობა მაინდა-მაინც სიმღერა გონია, გალობა სიმღერას არ ნიშნავს, ნებისმიერი ტექსტუალური ლოცვები, წარმორთქმული მით უმეტეს ხმამაღლა დაუჯდომელი იქნება, ფსალმუნები იქნება, დიასაღამოს ლოცვები, ევქარისტიული ზიარების წინა ლოცვები და ასე შემდეგ, ყველა ეს არის გალობითი ლოცვები და იგივე იესოს ლოცვა, როცა თქვა ადამიანი ხმამაღლა ამბობს, პირჯვარს ისახავს, მეტანიას აკეთებს და გონიერი ლოცვა არის კიდევ სხვა რამე, რომელზეც ჩვენ ხშირად გვისაუბრია, როცა ვცდილობთ საკუთარ თავში ჩაღმავებას და გარე ფაქტორების მაქსიმალურად მოცილებას, მათ შორის სინათლესაც კი და სიბნელეში ცდილობს ადამიანი საკუთარ თავში ჩაღმავებას. და როცა ამის წინააღმდეგ იბრძვიან და ხშირად მონოზვნებიც კი, მე მაქვს ესეთი დასკვნა გაკეთებული, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ იცნობენ გონიერი ლოცვის პრაქტიკას და რა უცნაურია ნებისმიერ საქმეში და მით უმეტეს აქ ესეთ მნიშვნელოვანში, როცა თვითონ არ აკეთებს და თვითონ არ იცის ეს რა არის. და სხვასაც უგზალავს და კიდევ კვლავ მახსენდება წმინდა წერილის სიტყვები, როცა უფალი ამბობს ფარისევლებზე, რომ ესე იგი თვითონაც არ შედიანო სასუფეველში და სხვებსაც ხელს უშლიანო, გახსოვთ ეს ადგილი წმინდა წერილისა. მოყავთ ხოლმე ესეთი მაგალითი, რომ მოძღვარი ჭირდება ამ საქმეს. რა თქმა უნდა, მოძღვარი ჭირდება გონიერი ლოცვის სწავლას, წინამძღვარი ამ საქმეს ჭირდება. წინამძღვარი და მოძღვარი რა თქმა უნდა სჭირდება ამ საქმეს. ისე როგორც ჭირდება წინამძღვარი და მოძღვარი აღსარების სწავლას, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ პრაქტიკაში, რომ ადამიანთა უდიდესმა უმრავლესობამ აღსარების თქმა არ იცის და არა მარტო თქვათ იმათ, ვისაც არ ასწავლეს, არამედ იმათაც არ იციან აღსარების თქმა, ვისაც ასწავლეს და მიუხედავად ჩვენი მრავალგზის შეგონებისა, რომ აღსარება იწყება იქ, სადაც აქვს ადამიანს განცდა ადამიანის დაცემულობისა საკუთარ თავში და ამგვარად შედის საახსარებლო ოთახში. როცა ეს განცდა არ არის, მერე იწყება 1000 რამ. მათ შორის საკუთარი ისტორიების მოყვალა, საკუთარი სულიერი გამოცდილებით სიამაყე, მათ შორის ხების განკითხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ესეთი საუბარი შეიძლება, რა თქმა უნდა, მოძღვარი იმისა, რომ მრავალ თემაზე ესაუბრო, მაგრამ აღსარება არ არის ეს. აღსარება სხვა რამეა. ასე რომ აღსარებასაც ჭირდება მოძღვარი. თუ როგორ ტაძარში როგორ იდგა, ამასაც ჭირდება. წმინდა წერილი როგორ გაიგო, საღვთისმეტყველო განათლების მიღებას ჭირდება მოძღვარი. ყველაფერს ჭირდება მოძღვარი, ყველაფერს. ესია ადამიანი მოწყობილი, ადამიანი განისწავლება სხვა უფრო თქვა ადამიანისაგან, რომელმაც ცოტა მეტი იცის. ასევე გონიერ ლოცვას თავისთავად ცხადია, ჭირდება მოძღვარი, მაგრამ ამავე დროს წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ხილული მოძღვარი ვერ ნახე, არსებობს უხილავი მოძღვარი. უპირველეს ყოვლისა სული წმინდა ღმერთი, რომელიც ყველას მოძღვარია, როგორც უფალი გვასწავლეს წმინდა წერილში და გარდა ამისა წმინდა მამები, რომლებმაც დაგვიტოვეს ძალიან მდიდარი გამოცდილება გონიერი ლოცვისა. საჭიროა მისი გაგება, მისი აღქმა, მისი გათავისება და რაც თავარია საჭიროა შრომა.
მანქანის ტარება რომ კარგად ისწავლო, კარგია რომ ყავდეს მოძღვარი ამ საქმეშიც, რომელმაც ძალიან კარგად იცის მანქანის ტარება. ყველას ვისაც მანქანის ტარება უსწავლია, იცის რომ პირველად და მეორედ და მესამედად დაждდება, საერთოდ საშინელება არის. მაგრამ თუ მოძღვარი არ აყავს მანქანის ტარებაში დამერწმუნე, რომ წიგნებითაც შეიძლება, რა თქმა უნდა გაგიჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ გეყოფა სიბრძნე და გონიერება, მიზანდასახულობა და შემოქმედებითი მიდგომა, მანქანის ტარებასაც ისწავლი მოძღვრის გარეშე, თუ ეს უბრალოდ ხილული მოძღვრის გარეშე, როცა თქვა მოძღვრის წიგნები გექნება და ასე შემდეგ. ანუ ის რომ მოძღვარია საჭირო ვეთანხმებით და ჩვენ ეს მოძღვრები ყვანან წმინდა მამები და კიდევ ერთი, რასაც თანამედროვე ამპარტავანი გონება ვერ იღებს. დღესაც არსებობენ ადამიანები სამყაროში, რომლებმაც იციან გონიერი ლოცვა. და მათ შორის ათონის წმინდა მთაზე და ეს ათონური სკოლა, რა თქმა უნდა შეიძლება ყველამ არა იქაც, იმიტომ რომ ამას განსაკუთრებული ნიჭი ჭირდება, მაგრამ არსებობენ. და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ლოცვა არის ჩვენი გადარჩენისათვის აუცილებელი და ესე ამბობენ დიდი მამები, რომ მის გარეშე უბრალოდ სულიერი ცხოვრება არ არსებობს. და მაშინ ესე იგი ხომ შეიძლება რომ ეს გამოცდილება მათგან მივიღოთ და არა ესე ხისტად უარყოთ და გავაგზავნოთ გარეგანი მსახურება, რომელიც სამწუხაროდ თავდაჯერებულობაში გადადის, როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი გვასწავლის. და საერთოდ ქრისტიანობა, ქრისტიანად ყოფნა, რას ნიშნავს ეს? და რატომ არის რომ ზოგი არის ქრისტიანი და ზოგი არ არის ქრისტიანი? რატომ არ ხდებიან ადამიანები ქრისტიანები? ადამიანები არ ხდებიან ქრისტიანები იმიტომ, რომ ისინი ბედნიერნი არიან ღმერთთან ურთიერთობის გარეშე. ნამდვილი ქრისტიანობა იწყება იქ, სადაც ადამიანი მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ მას ბედნიერება აღარ შეუძლია ღმერთის გარეშე. ეს იმდენად ცალსახაა, მაგალითად, ჩემთვის ეს არის 2x2, 4, როცა ადამიანი არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ყველაფრით კარგი, შემკული. ხოდი ბედნიერი ისედაც არის და არის და არის. ნუ რა თქმა უნდა, ეს ბედნიერება არ არის, როგორი ბედნიერება ჩვენ გვინდა, მაგრამ როგორც არის. აი ეგრეა, აკმაყოფილებს. კმაყოფილია თავის მდგომარეობით. შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ იმ დონეზე არ არის უკმაყოფილო. იმ დონეზე არ არის უკმაყოფილო, რომ თავგანწირვაზე წავიდეს. ანუ თავგანწირვა რთულია და უკმაყოფილება, რომელიც აქვს, რომ სრული ბედნიერება არ აქვს, გაცილებით ნაკლები ხარისხის არის და თუ ეს უკმაყოფილება ძალიან გაიზრდება, მაშინ წავა თავგანწირვაზე ადამიანი. და თუ ეს ესია, ჩემთვის მაგალითად ესია და ჩემთვის ძალიან ადვილად იხსნება ყველა ადამიანის არაქრისტიანული ცხოვრება და ეკლესიაში მყოფების გულგრილობა და უდარდელობა. სწორედ ამით, რომ არის კარგად არის და რა გინდა ეხლა გაანებე თავი. არაფერი არ უშველის ადამიანს თუ ის კარგად არის. აბა როგორ იყო? ესე იგი წმინდა მამათა ამ ადამიანებზე დიდი გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა ქრისტიანობისა ვისა აქვს და იგივე სილვან ათონელი. ხო, სუტი რა გატირებ შედალოცილო წმინდანი ხარ. ხო, წმინდანია. შენ რა შეირასხა კიდევ. რატო არის უკმაყოფილო? სულ კმაყოფილებასთან ერთად. ეს საოცარი ანტინომია, თანს უხარიათ და თანს უტირიან. ნუ არანორმალური მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, ამ სოფლიური თვალსაზრისით, მაგრამ აი უხარია იმიტომ რომ ღმერთს განიცდის და არის და როგორ შეიძლება ადამიანი ღმერთია იყოს და შენ ცუდად იყო, მაგრამ რატომ არის ცუდად? იმიტომ რომ არასოდეს არ აკმაყოფილებს ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება, სულძიების პროცესია. და ხშირად გვითქვავს და წმინდა წერილიც გვასწავლის და წმინდა მამები სულ გვასწავლია, რომ ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ბუდამ ღვთის ძიებას, მაძიებლობას სულ. რატო? იმიტომ რომ არასოდეს არ ხარ კმაყოფილი, ყოველთვის გაკლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და თუ იმიტომ რომ და მით უმეტეს თუ შენს გულს შენახებია ერთხელ მაინც რა დაგაძინებს კაცო ხო ხვდები რომ ნუ არა ვერ ახარ ის მე მესმის რომ ჩვენი აქტიურობა ჩვენი მაძიებლობა ხშირად ბევრი არაფრის მომცემია მაგრამ ამავე დროს თუ დაჟინებულად დიდი სინჯიუტით მაინც წინ ცდილობს სვლას მე აღმოაჩენ რომ რაღაცას მაინც იძლევა და ის რაღაცა ისეთია კიდევ უფრო მიგამაგრებს აი ამ გზაზე და უკან დახევის საშუალებას არ გაძლევს და როცა ვსაუბრობთ რომ ქრისტიანი ხდება ის ადამიანი რომელიც ბედნიერია ღმერთით და ღმერთის გარეშე კიდე უბედურია რა იგულისხმება აქ სოფხედველობა რომ ადამიანს
ქრისტიანული სოფხედელობა აქვს, რა თქმა უნდა ეს არ იგულისხმება. რა თქმა უნდა იგულისხმება რეალური კავშირი ღმერთთან. სოფხედელობა რო ადამიანს აბედნიერებდეს. ფილოსოფოსები საკუთარ სოფხედელობას ქმნიდნენ, მაგრამ ბედნიერები იქანა იყვნენ, მათი ცხოვრებაში გადახედავ, ბედნიერება თეორიას, ბედნიერების მოტანა არ შეუძლია. ბედნიერება მოაქვს რეალურ, ნამდვილ, ცოცხალ კავშირს, ცოცხალ ღმერთთან. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ქრისტიანი ხდება ის ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე ვერ არის ბედნიერი და პრინციპში უბედურიც არის. ჩამაში გულისხმობთ, ქრისტიანში გულისხმობთ ადამიანს, რომელიც თავის უბედურებას ებრძვის არა სოფხედელობით, ან გარეგანი წესების რაღაც ასრულებით, არამედ რეალური კავშირით ცოცხალ ღმერთთან. როცა ამ ქვეყნიურ რეალობას ჩაენაცვლება სხვა, უფრო უდიადესი რეალობა, რომელიც არის ღმერთი. და ეს კავშირი ღმერთთან განცდადია, როგორც ხშირად გვითხოვს და თუ განცდადი არ არის, ადამიანი არ არის ქრისტიანი, როგორც მონახალი ღვთისმეტყველი ამბობს. ვენდოთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან დიდია ეკლესიის ისტორიაში, ძალიან. მაგრამ აი ის ცუდი ტრადიცია, რომ არა კაცო, ერის კაცებისათვის, ან თეთრი სამღვდელოებისათვის და ხშირად როცა ამას მონაზვნები ამბობენ და ბერები. ხშირად მათ თვითონ არანაირი გამოცდილება სულიერი ცხოვრების არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე შეიძლება ეხლა რაღაცა ზედმეტს ვამბობ, მაგრამ მე ვინც მინახავს მართლა დიდი ამ საქმეში და რამდენიმე ადამიანი ხომ მაინც მინახავს, არცეც არ უთქვავს, რომ ერისკაცმა არა და თეთრმა სამღვდელომ არა, პირიქით. ისინი მოგვიწოდებდნენ, რომ მიდით. ეს არის ყველა საქმე. ანუ ვისაც ამის გამოცდილება აქვს მონოზონს, ის გვეუბნება, რომ ეს არ არის თქვენის არის და ეს სწორია. ხოლო ის მონოზონი, რომელიც ამბობს, აპაპაპა, იქ როგორ შეიძლება რა იესოს ლოცვა და იმას არანაირი გამოცდილება თავად არ აქვს. თვითონაც არ შედის და სხვასაც არ უშვებს. ეს არის საშინელი, იმიტომ რომ თავისი არსით რა არის იესოს ლოცვა. ეს არის ჩემი მცდელობა ვიყო სულ ქრისტესთან სინანულით. და ვეძებო ღმერთი იქ, სადაც იესო ქრისტემ მიმითითა. დამთავრდა, არც მეტი, არც ნაკლები, აქ არაფერი სრულ მისტიფიკაცია და ფილოსოფია არ არის. ეს არის ის რეალობა, რაც ქრისტემ მოიტანა. ჩვენა ყველანი აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად, მას ქვია იესო ქრისტე და ჩვენ მისი მოწაფენი ვართ და მასთან რეალური კავშირი გვაქვს. ეს არის და მის დავალებებს მის მცნებებს აღვასრულებ და მისი მცნებებია სწორედ და მისი დავალებაა სწორედ შინაგანი ცხოვრება, რაც რითაც სავსეა, ახსავსეა წმინდა წერილი. და აი დღევანდელი კვირა, სამარიტელის კვირა, როგორ ვთქვა, ცოტა ცუდად ხარ ჩამეთვლება, მაგრამ ესე რომ ვთქვა, დასცინის დღევანდელი საკითხავი, დასცინის პედაგოგიურად და არა ცინიკურად, რა თქმა უნდა, დასცინის სიყვარულით და ზრუნვიდან გამომდინარე, დასცინის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ ერისკაცის საქმე არ არის შინაგანი ცხოვრება, ერისკაცის საქმეა იყოს თავდახრილი და აზზე არ იყოს არაფერზე. რა სისულელესაც ეტყვიან, ის დაიჯეროს. აი დღევანდელი სახარების საკითხავი აი ამ მოსაზრებას, რომ ერისკაცის საქმე არ არის შინაგანი ცხოვრება და ეს მხოლოდ განსაკუთრებული მონოზნების საქმეა, ყველაფერს თავდაყირა აყენებს და დასცინის ამგვარ ადამიანებს. მეცაც გეტყვით, გონიერი ლოცვა ერისკაცთათვის რომ ვალდებულებაა, დღევანდელი სახარება ამასაც აჩვენებს. ვის ეუბნება უფალი ამ სიტყვებს, მიუგო იესო და რქვა მას, უკეთ თუმცა იცოდე შენ ნიჭი ღვთისა და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ, მეც მეწყალი რაითავსვა. ვინ არის ეს, ვინც ამას გეუბნება წყალი მომეცი და ამალევინეო, შენცა სთხოვე მას და გცამცა წყალი ცხოველი, ანუ ცოცხალი სული წმინდა, ცოცხალი წყალი. ელაპარაკება სულიერ ცხოვრებაზე და გაცილებით უფრო ღრმად. დღევანდელ საკითხავში, ეს საკითხავი ძალიან ძვირფასი საკითხავი და მე ყველას გირჩევთ, რომ ეს საკითხავი განსაკუთრებულად ისაც სახარებასთან იშვიათი კავშირი გაქვს და არ უნდა გქონდეთ, უნდა გქონდეთ ყოველდღიური კავშირი. ეს საკითხავი, ეს არის იოანეს სახარების მეოთხე თავი, კიდევ ერთხელ კარგად გულისხმობით წაიკითხოთ. სახში რომ მიხვალთ. ეუბნება ადამიანს, რომელიც არათუ მონოზონი არ არის.
არამედ მას არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოებაც. ანუ საერთოდ აზზე არ არის არაფერს. აი წარმოვიდგინე მართლმადიდებელი ხო და უცებ რომ მოვიდეს რომელიღაცა სექტანტი, წვალებელი და თქვა იეჰოვას მოწმე ან ბაპტისტი ან თქვა მუსულმანი თქვა ხო და უცებ რომ დაუწყო შინაგან იესოს ლოცვაზე საუბარი. და ვიღაცა რომ გეცეს და რას ამბობ მამაო ეს მართლმადიდებელი ერთ არის რას ესაუბრებ. ესე იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებაც არ აქვს. და რაც ეს ერთი და მეორე არ აქვს მას ზნეობრივი ცხოვრება. ჩვეულებრივი უზნო ადამიანია. ვეღარ ითulis იმდენი ქმარი ყავდა. და რა ქმარიც არ ყავდა მოკლედ. ხო ხდები? ანუ ადამიანი საერთოდ არ ზნეობრივად, არც რელიგიურად, არც ნაციონალურად არანაირად კავშირში არ არის იმასთან, რასაც ახლა ქრისტე ეუბნება. და ეუბნება ქრისტე გაცილებით უფრო ღრმად ამ საკითხზე, ვიდრე ნიკოდიმოს. ნიკოდიმოს საყვადროს ეუბნება, ამ ქალს საყვადროს არ ეუბნება, თუ რა საყვადრო მოუთხრა, ქალი აზზე არ არის არაფერზე. მაგრამ უფრო ღრმად ესაუბრება, ვიდრე ნიკოდიმოს ესაუბრებოდა. და უფრო დიდ სიღრმეებს აცნობს, ვიდრე ნიკოდიმოს. და ეს სიღრმეები ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ აზრს ატარებს. ეხლა კითხვა მაქვს. რანაირად, რატომ მოხდა ეს? რა, ეს იმიტომ მოხდა, რომ აი ერთი ადამიანი დედამიწაზე გამოირჩია ეს სოდული დედაკაცი სამარიტელი და მორჩა? თუ პავლე მოციქულს ვენდოთ, რაც დაიწერა, ყველაფერი ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ მისიონერობა, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრება, სწორედ აი ასე და ამგვარად უნდა გადაეცეს ადამიანს და არა მისი რაღაცა პროფანირებული სახით, რომ ქრისტიანობა არის პირჯვარი ასე გამოისახო, ფეხები ესე დაალაგო და ესე იგი ეს წესები შეასრულო, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, საერთოდ არაფერი არ შეიძლება თქვენთვის. და ესე იგი იყავით, რასაც ჩვენ გეტყვით ყურმოჭრილი მონები, ეს არის ქრისტიანობა. თუ აი ეს არის რამხელა სიდიადეზე ელაპარაკება და საბოლოო ჯამში საკუთარ თავს გაუხსნის, ხო გახსოვთ? მე ვარ მესია, მე ვარო ეუბნება. და რა საოცარია იღებს ამას და ინჯერებს. ასე რომ გონიერი ლოცვა ერის კაცთათვის არის ვალდებულება, იმიტომ რომ თუ არაჭეშმარიტ ქრისტიანს, არაჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელს, მართალი სარწმუნოების არ მქონეს, ზნეობრივი ცხოვრების არ მქონეს, ვიღაცა დედაკაცს ესაუბრება ქრისტე აი ამ სიღრმეებზე. ნიშნავს თუ არა იმას ეს, რომ ჩვენ რომლებიც ვართ მართლმადიდებელი, რომლებსაც მეტნაკლებად ზნეობრივი ცხოვრება ასე თუ ისე მოგვიწესრიგდა, ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. რა თქმა უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე მთავარი ქრისტიანობაში. როცა ჩვენ საუბრობთ ქრისტიანობაზე საუბრობთ როგორც რაზე? ქრისტეს მოწაფეობაზე. ქრისტესთან პიროვნული ერთობის გარეშე. მე თუ ქრისტე არ გავიცანი, აბა მაშინ იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია. მისი სხეულის ნაწილი ვართ. ჩვენ ვეზიარებით მის სისხლს და ხორცს და მისი სხეულის ნაწილი ხდები. რატომ და რისთვის? იმისთვის რომ მასთან პიროვნული ერთობა გქონდეს. ხო სწორია, იმიტომ რომ თუ მასთან პიროვნული ერთობა არ გვექნება და მხოლოდ მისი სხეულის ნაწილი გავხდებით, ჩვენი პიროვნებების უნიკალურობა დაიკარგება. ღმერთს ჩვენ არ ვჭირდებით როგორც საგანი, რომელიც მიერთა და წაიღო. არა. ღმერთს ჩვენ ვჭირდებით უნიკალური პიროვნებანი, რომელსაც შეუძლია თქვას არ მინდიხარ, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ უფალო მე შენთვის მოვკვდები, ჩემი ცხოვრების არსი და მიზანი ხარ, მე შენი შვილი ვარ. ანუ გესმით და ეს არის გახტობის დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ადამიანი ეზიაროს და ნომინალურად იყოს მისი სხეულის ნაწილი და გაგრძელება. აუცილებელია პიროვნული ურთიერთობა. და თუ ეს პიროვნული ურთიერთობა არ შედგა, ჩვენი ზიარება არაფრის მომცემი არ იქნება. ხშირად დამანგრეველიც, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ხშირ შემთხვევაში დემონური ჭურჭელი გავხდებით, როგორც იუდას დაემართა ზიარების შემდეგ. ესე იგი იმისათვის რომ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ, საჭიროა ქრისტეს უფალთან ბუნებითი ერთობის გარდა, როცა საღვთო ენერგიები გვაერთიანებს, საჭიროა მასთან პიროვნული ურთიერთობა. აუცილებელზე აუცილებელი. აი როგორ ამბობს დღეს წმინდა წერილში, ხოლო რომელმა სვას წყლისა მისგან, რომელი მივცემე მას
გასაგებია, ხო, იქ უფალი სხვა ადგილას განმარტავს, რომ როცა წყალზე საუბრობს, წყაროზე, წყალზე, ცოცხალ წყალზე, ეს არის სული წმინდა ღმერთის მიერ მოტანილი საღვთო მაცხონებელი ენერგია. წყლის სიმბოლოს, წყალი რატოა სიმბოლო? წყალი როგორც ხორციელი სიცოცხლის, თქვათ, აუცილებელი ნიშანი და სული წმინდა ღმერთის მოტანილი საღვთო ენერგია, სულიერი ცხოვრების დასათვის აუცილებელი ენერგია და ძალა. ხოლო რომელმა სვას წყლის ამისგან, რომელიმე მივსემას. არღარა სყუროდეს უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელიც კვლავ მივსემას, იქნეს მის შორის წყარო წყლის შიგნით. ჩვენს სულიერ ცენტრში შიგნით მის შორის წყარო წყლისა, რომელი ვიდოდის ცხოვრებად საუკუნოდ, რომელიც აგვიყვანს მარადული სიცოცხლისკენ. ესე იგი, როცა საუბარია შინაგან ცხოვრებას, როცა ჩვენი გული გადაიქცევა წყაროთ, ანუ ფეთქავ ენერგიის ფეთქავ წყაროთ, საიდანაც სიცოცხლე მარადისობის, სადაც მიედინებიან მდინარეები მარადული სიცოცხლისკენ, უფალი ხას უსავს ორჯერ, მე მივცემ მას, ანუ აქ კვლავ წარმოჩენილია პიროვნული ერთობა და პიროვნული ერთობის ნაყოფი როგორც შინაგანი ცხოვრება. ანუ შინაგანი ცხოვრება და პიროვნული ერთობა ქრისტესთან ეს სინონიმებია, ერთდაიგივეა, ერთი მეორეს ნიშნავს და ერთიდან მეორედან პირველი გამომდინარეობს. აქ ხაზგასაზმელია გახსოვთ, რომ სამარიტელები სხვაებიც დედაკაცი ხომ მიდის მერეს თავის ქალაქში და იქ როგორ იჯერებენ მის სიტყვას, როგორ მოდიან და როგორ ხდებიან მოწაფენი ქრისტესი. მე ორი დღე ქრისტე მათთან რჩება და როგორ დაემოწაფებია, ხო და რა საინტერესოა, ხო ეს შემთხვევა, რომ აი სამარიტელები როგორი უბრალოები არიან და მათი დაპირისპირება ჭეშმარიტ მორწმუნეებთან, ჭეშმარიტი მორწმუნეები, იუდეველები და ქრისტე ხას უსავს ამ სამარიტელთან დედაკაცში, რომ სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე, ჭეშმარიტება იუდეველებისაგან არის. ჩვენ მართლები ვართ უფალი ეუბნება. კი არ უმალავს, კი არ ეფერება ზედმეტად. თქვენ დამახინჯებული სწავლება გაქვთ. რაღაც ეს ნარევი იყო წარმართობისა მოსეს ჯულთან, სამარიტელების მოძღვრება. ეს მართლაც ესია. იუდეველებს ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვს. ეს მართლაც ესია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ რადგან ჭეშმარიტი სარწმუნოება იუდეველებმა საბწახორად ბოლოს მათი ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება გახდა ძალიან ზედაპირული და მხოლოდ გარეგანი მსახურებაზე აქცენტირებული და შინაგანი დაივიწყეს. ამიტომ ეს ჭეშმარიტი მორწმუნეობა მათი უკვე ბრჭყალებში შეიძლება ჩასმული აღმოჩნდეს. და მათთან შედარებით როგორი უბრალოები აღმოჩნდნენ სამარიტელები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გარეგან ჭეშმარიტ მსახურებაში, ჭეშმარიტ რელიგიურ ცხოვრებაში გარეგანი მსახურება დაიცალა არსისაგან და თუ ეს გარეგანი მსახურება არ არის მსახური და საშუალება ქრისტესთან პიროვნული ერთობისა და თუ ქრისტე ვერ დავინახეთ და მასთან პიროვნული ერთობა არ იქნა, მაშინ ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესი შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე არამართმადიდებლისა. საერთოდ ურწმუნოსიც კი. იმიტომ რომ ჩვენ ის ადამიანი ყველა ისედაც პატივმოყვარე და ის არის, ხო, პატივმოყვარე და ჩვენ პატივმოყვარეობას კიდევ ერთი წყარო აქვს პატივმოყვარეობისა. ისედაც ხო კარგები ვართ, რა თქმა უნდა კარგები ვართ. მაგრამ პლუს კარგი იმიტომაც ვარ, რომ მე ჭეშმარიტი სარწმუნოების წარმომადგენელი ვარ და შენ არა ხარ ჭეშმარიტი სარწმუნოების წარმომადგენელი. ანუ ჩვენ პატივმოყვარეობა ძალიან მძლავრი საშინელი ნაკადი კვებავს. აი ეს ჭეშმარიტი სარწმუნოების წარმომადგენელი ვარ. და გვავიწყდება, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ იქ არის, სადაც ამ ფორმის მიღმა ქრისტესთან ერთობა და აი ეს ძალიან კარგად ჩანს. ჭეშმარიტად მორწმუნენი იუდეველები დამახინჯებული საშინელი ნარევი წარმართობისა მოსეს ჯულთან და აღმოჩნდა, რომ ესენი იმდენად უბრალონი არიან და ალალნი, რომ ქრისტე დაინახეს და ესენი იმდენად ჩაქოვებული თავიანთ გარეგამსახურებაში, რომ არათუ ვერ დაინახეს, მოიძულეს და მოკლეს. გაფრთხილება ჩვენთვის. დიახაც ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებლები ვართ. დიახაც ყველა სხვა დანარჩენი სიმახინჯია სული რელიგიური თვალსაზრისით.
დიახაც ჩვენი ფორმები, რომელიც შეიქმნა საუკუნეების განმავლობაში, სწორია, ჭეშმარიტია, კარგია, ნამდვილია, კეთილმოწესეობას გვასწავლის. მაგრამ თუ ჩვენ აქ ქრისტე არ ვეძებთ, შინაგანი ცხოვრების გარეშე კიდე ეს არ მოხდება, ჩვენ მათზე ყველანაირად უარესები ხვდებით. და ხვალ შეიძლება იმათ დაინახონ ქრისტე და ჩვენ გარანტირებულად ვერაფერს ვერ დავინახავთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს შინაგანი ცხოვრება, რასაც ჩვენ საუბრობთ, ის რომ არ არის მხოლოდ მონოზვნების საკუთრება, არამედ ყველა ქრისტიანის საკუთრებაა, ძალიან კარგად ჩანს, რასაც ახლა მე წაგიკითხავთ. საერთოდ ადამიანები სულიერი ცხოვრებით ყველგან უნდა ცხოვრობდნენ. ხშირად აქ თქმა, მონასტერში ხო არა ვარ და მე რა რომ მონასტერში არა ხარ. სულიერი ცხოვრება არის ისეთი რამ, რომლითაც ყველგან უნდა ცხოვრობდეთ. აი წაგიკითხავთ წმინდა ბასილი დიდის განწესებას, სამონასტრო განწესებანი აქვს მას და ნახეთ მისი სიტყვები. სადაც არ უნდა მოუწიოს ქრისტიანს ყოფნა ბაზრობაზე, თუნდაც ლილოს ბაზრობაზე. თუ სადღესასწაულო შეხვედრაზე, ახლა მაინდა-მაინც ღამის კლუბში ვფიქრებთ ჩასვლას. ანუ ბაზრობაზე თუ სადღესასწაულო შეხვედრაზე, მთასა თუ მინდორში, ან მრავალ ხალხში, მას ყოველთვის შეუძლია დაეყუდოს საკუთარ ბუნებრივ მონასტერში. მიანიშნებს საკუთარ სხეულს. გონებით ჩაღმავდეს საკუთარ თავში. გეკითხებით, არის თუ არა ეს მოწოდება ყველა ადამიანისათვის, მათ შორის ერისკაცებისათვის, რომლებიც არ არიან აღკვეცილი მონოზვნები, რომ იცხოვრონ შინაგანი ცხოვრებით. ყველას თავისი მონასტერი აქვს. როგორც ერთი ჩვენი მრევლის წევრმა თქვა, ეს რო უთხარი, ძალიან მიყვარს ლოკოკინაო. ლოკოკინა ეგეთიაო, მართლაც ესეთია. ყველგან თავის მონასტერი დააქვს თან ლოკოკინას. ხო გინახიათ? ჩვენ გვაქვს ეს ლოკოკინა, ეს ჩვენი ბუნება. რა თქმა უნდა ეს რომ შეძლო ლოკოკინა მიცის, როგორ შეძურეს თავის მონასტერში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შესვლა საკუთარ თავში. და სულ გვახსენდება ამ დროს წმინდა ამ დიდი მამის გრიგოლ პალამას სიტყვები, ლოცვის დროს საკუთარი თავიდან არ გამოხვიდე. ეს არ არის ადვილი, ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილება, რაც დავიბადეთ იმის მერე, არის ცხოვრება საკუთარი თავის გარეთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება საკუთარი თავის შიგნით, როგორც უფალმა გვითხრა, რომ ეს წყარო ჩვენ შიგნით არის საძიებელი. და ამავე დროს, როგორც გითხარით, არა მარტო ყველგან არის შესაძლებელი სულიერი ცხოვრება, არამედ ყველას მიერ არის შესაძლებელი, ყველას მიერ. წმინდა გრიგოლ პალამას ესეთი ნაწარმოები აქვს, რომელსაც ქვია მონაზონი ქსენია, რომელსაც ესაუბრება ვნებების, სათნოებების და გონიერი ლოცვის ნაყოფთა შესახებ და იქ ესეთი მეათე მუხლია და იქ ესეთ რამეს ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა. მართალია დიდი სირთულით, მაგრამ ქორწინებაში მყოფებსაც შეუძლიათ მიაღწიონ დიდ სიწმინდეს. დიდი სირთულით, იმიტომ რომ მიხვალდა ან ცოლი ან ქმარი, ცოლს ქმარი დაკმავა, ნერვს მოურა, სიდადრი მოგიშლის ნერვებს, ან რაღაც ესეთ. ხო, სიტყვაზე. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ხშირად დღევანდელ მონასტრებში ისეთი იღუმენია დაგვხვდება, რომ ნებისმიერი დედამთილი მოგენატრება. აი ეგრეა. ასე რომ ვიფიქრებთ, რომ ესე იგი ჩვენი ოჯახები ხშირად უფრო 60-ს გაავს, ვიდრე დღევანდელი მონასტრები. მართალია გამიბრაზდებიან ჩემი ძმები და დები, ბერები და მონასტრები, მაგრამ თუ კარგად ჩაუფიქრდებიან ესე. ასე რომ ნუ გეშინიათ, ვინც მონასტერში არ ახართ. თქვენ შეგიძლიათ ეს. როცა ამას ამბობს გრიგოლ პალამა, მაშინ მონასტერი მართლაც 64 იყო დღევანდელ მონასტერთან შედარებით. და გრიგოლ პალამას დღევანდელი ჩვენი მონასტრები რო დაენახა საქართველოში რაც არის, მე მგონი არ იტყოდა რომ ქორწინებაში ყოფებს დიდი გაჭირვებით შეუძლიათო ვიდრე მონოზვნებს. მე ვფიქრობ პირიქით იტყოდა. ასე რომ შინაგანი ცხოვრება არის ყველგან საკეთებელი და ყველასთვის საკეთებელი. ამის გარეშე ქრისტიანობა, როგორც გითხარით, არ არსებობს. და აი ძალიან საინტერესოა დასასრულს აი ამ დღევანდელ საკითხავში, როგორ არის გადაბმული ერთმანეთზე შინაგანი ცხოვრება და ესე იგი შინაგანი ცხოვრება, გონიერი ლოცვა და მისიონერობა. ჩემთვის მაგალითად ეს კავშირი ცალსახაა. მე ესე ვფიქრობ, აი ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილი ამის საშუალებას მაძლევს და არა მარტო აქ.
აი მაგალითად კვეთით აღდგარი მაცხოვარი ხა გამახსენდა უცებ, როდესაც თქვა გამოეცხადება მოციქულებს, სანამ ის წაავლენს საქადაგებლად, ეუნება მშვიდობა თქვენთა. მშვიდობა, ეს არ არის ნებისყოფით საკუთარი ნებისყოფით დამშვიდებული ადამიანი. მშვიდობა, ეს არის ის მშვიდობა, რომელზეც ქრისტე ამბობს, ჩემგან ისწავლეთ მშვიდვარ და მდაბალგულით. ეს არის ქრისტეს მყოფობა ჩვენში, ეს არის მდგომარეობა, როცა შენ და ქრისტე ერთად ხართ. ეს არის შინაგანი ცხოვრების ერთ-ერთი ნაყოფი ქრისტეს მიერი სიმშვიდე. როცა შენ კი აღარ ხარ ცოცხალი, არამედ შენ ცოცხლობს ქრისტე, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. და მრავალი ადგილია მსგავსი, სადაც მისიონერობა და გონიერი ლოცვა და შინაგანი ცხოვრება ერთმანეთისგან გამომდინარეა. თუ არ არის შინაგანი ცხოვრება და გონიერი ლოცვა, მაშინ არ არსებობს მისიონერობა. და აი ეს დღევანდელ სახარებაში ხო სამარიტელის კვირაა. და ნახეთ როგორ არის თან ისია გადამბული, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უბრალოდ სიუჟეტურად ჯერ ერთი მოხდა, მერე არა. ჯერ ერთი მოხდა და მეორე არა. იწყება სამარიტელის საკითხავი, შემდგომში მოებმის ეს მისიონერული მისიონერობაზე საუბარი და მერე გრძელდება სამარიტელის ეს ამბავი. მერე გრძელდება. ეს შუაში არის, ორგანულად ზის. და ეს შემთხვევით არ არის. იმიტომ რომ შინაგანი ცხოვრების გარეშე მისიონერობა არ არსებობს. აი მაგალითად, კითხულობთ ესეთ რამეს. ეტყოდეს მას მოწაფენი და რქვეს, რაბი ჭამე, რო ელაპარაკება ხომ მოვლენ, უფალშია, წყურია და აღლილია და მოვიდენო საჭმელი ჭამოს. თქვამათ იესო, ჩემი ჭამადი არის. რათა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი. სხვათა შორის ეს სიტყვები ეხმიანება საშინელ სამსჯავროს. მშიოდა და მაჭამეთ მე, წყუროდა და მასვით მე. ესმით, ანუ გაჭირვებულ უფალს ვეხმარებით სხვადასხვა ნიუანსებია. ხშირად ეს მხოლოდ სოციალური მსახურება გონია და ეს ესე მარტივად არ არის. სოციალური მსახურება შეიძლება იგულისხმოთ ამაში, მაგრამ არა მხოლოდ ეს. უპირველეს ყოვლისა, ამაში იგულისხმება მისიონერობა. იმიტომ რომ ამბობს უფალს რომ მოვიდენ და ჰან ჭამეთ, აღლილია, მშიერია. ეს კი არ მოიგონა იქ რომ წყურიაო და დამიკწერია დამაშვალი და აღლილი ზის. ადამიანურად ის იღლება, ძილიც ერევა და ასე შემდეგ. აი მოვიტანეთ უფალო, წყალიც მოუტანეს ალბათ ყველაფერი და ჭამე და არ ჭამს. არ ჭამს იმიტომ რომ არშია. არშია იმიტომ რომ განზღა იმიტომ რომ ამბობს, ჩემი საჭმელია. რათა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი. მან იმისიონერა ქრისტემ და მისიონერობა სწორედ აი ამ შინაგანი სამყაროს გამჟღავნებაში ვლინდებოდა და შინაგანი სამყაროს გამჟღავნების გარეშე ის დედაკაცი ვერ შეიცნობდა მასში ქრისტეს. ნახეთ როგორ არის კავშირი ერთმანეთთან. ქრისტეს თეორიული შესაძლებლობა კი არ გვინა, რეალური კავშირი მასთან და ეს მოხდა სწორედ იმის გამო, რომ დედაკაცი ამ შინაგანი ცხოვრების შესახებ უსმენს, იღებს, ინტერესდება და იმისიონერა. ან როგორც კი იმისიონერა, უფალი დანაყრდა, მას აღარშია, აღარ წყურია. და რომ ესია და ეს მხოლოდ იცი რა შეიძლება თქვას, რომ აი სამარიტელ დედაკაცთან დაკავშირებით, მაგრამ რა შუაშია ზოგადად მისიონერობა. ეს რომ ესია, უფალი ეგრევე აგრძელებს საუბარს. მიანიშნებს ყანებს, გახსოვს იქ მაგალითებს, იგავურ სახეებს იმ წამსვე იძლევა ხოლმე უფალი გარემო სამყაროდან. ნახეთ, წიფია ყანები ეუნება, წიფია ყანები და ეუნება, აჰა ესე რამე გეტყვით თქვენ, აღიხილნეთ თვალნი თქვენი, მოციქულებს ეუნება, ანუ მე აღარ მშია. იმიტომ რომ მამის საქმე აღვასრულე და გაიხედეთ ეუნება. აიხედეთ, აღიხილნეთ თვალნი თქვენი და იხილეთ ყანები. რამე თუ სპეტაკ არიან სამკალად და მე აწვე, ეხლა უკვე მზად არის და მე წარგავლინებ თქვენ მყად. ანუ სამუშაო ბევრი გაქვთ, წადი და მომკეთ. ეს არის სწორედ კურთხევა მისიონერობაზე, რომელიც უკავშირდება უშუალოდ აი ამას, რომ ესე იგი მე აღარ მშია, იმიტომ რომ მამის ნება აღვასრულე, მე აღარ მშია. თქვენ და უფალი ხო გვეუბნება, რომ ჩვენ მის საქმე უნდა გავაგრძელოთ, ხო? გააგრძელეთ ეს საქმე და მე არასოდეს არ მომშივდება, როცა თქვენ იმისიონერებთ. და ეს მისიონერობა არის არა უბრალოდ ისეთი დავალება, რომელიც შეიძლება ჩვენ არ შევასრულოთ. შევასრულოთ ან შევასრულოთ, არამედ რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ეს ვალდებულება და ეს ჩანს შემდეგ სიტყვებში. როენება მე წარგავლინებ თქვენ მკად, ხო, აგზელებს. რომელსა, ანუ ის უნდა მომკად, რომელსა თქვენ არა დაშვერით.
იქ მე ამ თემას კიდე აგრძელებს. ეხლა ყველაფერს ხო არ ამოვწერდი. ანუ უფალია გვაფრთხილებს, რომ ის რაც თქვენ უნდა მომკათ, თქვენ არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს. სულიწმინდის მადლით იშრომეს თქვენმა წინამორბედებმა. რადგან იშრომეს, მათი შრომის წყალში ჩაყრა არის უდიდესი დანაშაული. და რადგან შენ დღეს შენახარ, ისინი აღარ არიან. ვალდებული ხარ რომ მომკა. გესმით? სხვამ იშრომა, დათესა, აღორძინა და შენ ვალდებული ხარ მომკა. ეს არის ვალდებულება მისიონერობისა, რომელიც არის საკვები უფლისა ჩვენი მხრიდან, რომ საშინელ სამჯაროზე ჩვენ არ შეგვექმნას პრობლემა, როცა უფალი გვეტყვის, რომ მე თქვენ არ გიცნობთ, იმიტომ რომ მე არ შემეციეთ და ჩემი საქმე, ანუ არ დამეხმარეთ, იმიტომ რომ ჩემის უფალს არაცალეს, მოდი ესე ვთქვათ, ხო იციან ხოლმე ეს ნახევრად წარმართება, არაცალეს უფალს რამდენი საქმე ქონდა. დავესესხოთ, არაცალეს 3 წელიწად ნახევარი, მაგრამ სამაგიეროდ დატოვა თავისი ეკლესია, ანუ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეგ საქმე და ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, უფალს შია და წყურია. და ეს არის ჩვენი ვალდებულება. იღვაწეს, მოგვიტანეს აქამდე და ჩვენ უნდა ვიღვაწოთ. მაგრამ ეს შეუძლებელია გაკეთდეს შინაგანი ცხოვრების გარეშე, როგორც ჩვენ ხედავთ დღევანდელ საკითხავში. ასე რომ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ეკლესია მოგვიწოდებს ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისაკენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, რა იერარქიულ საფეხურზეც არ უნდა ედგეს, რომელიც გეტყვის, რომ შინაგანი ცხოვრება, გონიერი ლოცვა, იესოს ლოცვა თქვენი საქმე არ არის, მას არ მოусმინოთ. იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესათვის, ჩვენ სხვა მიზანი არ აქვს. ხოლო ქრისტესთან ერთობა თეორიით შეუძლებელია, მასთან საჭიროა პიროვნული კავშირი, პიროვნული ერთობა და ეს არ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მან თქვა, რომ იგი ჩვენთან იქნება სამყაროს აღსასრულამდე, როგორც მათემახარებელთან კითხულობ. ღმერთი შეგვეწიოს და უფალმა მოგცეს ძალა ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისა. ამინ. და კიდევ ერთი სწორედ არის სულიერი ცხოვრება, გონიერი ლოცვა არის ის ლოცვითი პრაქტიკა, რომელიც ყველაზე მეტად არის თავისუფალი ხიბლისგან, იმიტომ რომ ამას ხშირად ვიმეორებთ, კიდევ ვიმეორებთ და კიდევ. ეგ იოსების სიხასტე ამბობს, ყველაზე ნაკლებად ხიბლის შემცველი. იმიტომ ლოგიკა ესეთია, ძალიან ძნელი მისახვედრი არ არის. ნებისმიერი გარეგანი მსახურება თავის თავში გულისხმობს გარკვეულწილად თავმოწონებას, თუ კარგი ხმა გაქვს, თუ გამოთქმით კითხულობ, თუ ემოციურად აყვები, აი ესე, კარგად, იმ სახეობებ ჩვენივრად და იტყვი რომ რა ვილოცე. აბა რა 1 საათის ტატატატა კითხულობდი ისე რომ და ილოცე, აბა არ ილოცე. როგორც კი გონიერ ლოცვას იწყებ, იმ წამს მიხვდები, რასაც წარმოადგენ და არაფერი ხარ, არაფერი, ძილს ვერ ერევი, გონებას ვერ ერევი, გულის თქმას ვერ ერევი, სხეულს ვერ ერევი, შფოთავ, ხნეში ხარ, ტკივილი გაქვს, შინაგანი, ფიზიკური, სულიერი, აღარ შეგილია, არაფერი აღარ გინდა, ღმერთი არ გინდა. არაფერი არ ახარ. არაფერი ჯოჯოხეთს ხედავ, ვნებებს ხედავ. რა ხიბლზეა ლაპარაკი? უსუსურობას, სულიერ, აბა, უსუსო 3 საათი გაძლებ, პირს გააღებ, სიწმინდე შემოვიდა. 1 საათი ბოლო-ბოლო რა ილოცებ, დილას 15 წუთი. მარხვა, ნუ მიეჩვიეთ ამ მარხვას, მithumetes დღეს ლამის გოჭია სამარხვა და პრობლემა აღარ არის. სად არის პრობლემა ქრისტიანობის? არ გვდევნიან, არ გვავიწროვებენ. სად არის დევნა, სად არის პრობლემა ქრისტიანული ცხოვრებისა? სად დაინახავს საკუთარ უძლურებას? მხოლოდ და მხოლოდ გონიერ ლოცვაში, როცა ღამე უნდა წამოდგე და უფალი ეძება. ამიტომ სადაც დაინახავს საკუთარ უძლურებას, ის მდგომარეობა და ის პრაქტიკა ლოცვისა ყველაზე ნაკლებად არის ხიბლის შემცველი, ყველაზე ნაკლებად მეტად არის დამამდაბლებელი ჩვენი. ხოლო სიმდაბლე არის გასაღები სულიერი ცხოვრების. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღსდგა.